გამარჯობა თქვენ ნანიკოს პოდკასტს უყურებთ. მორიგი ეპიზოდი დაგიბრუნდით ეთერში, სანამ ჩემ ძალიან კარგ სტუმართან გადავიდოდე. იქამდე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი დაგულე სპორტი, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები და კომენტაროთ, გააზიაროთ თქვენი უკავშირი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აქვე მოკლედ გეტყვით ჩვენი სპონსორების შესახებ. Ronix-ი სამშენებლო ხელსაწყოების კომპანია, რომელიც ნებისმიერ თქვენ სურვილზე, ნებისმიერ ბიუჯეტზე არის მორგებული, ყველა ოჯახში უნდა იყოს Ronix-ის ერთი ხელსაწყო მაინც საჭირო კომპანია. და კიდევ ერთი ჩვენი პარტნიორი, ეს არის ჯაკა სპორტი, სპორტული სახუებების კომპანია, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი პროდუქტებით და რომელიც არა მხოლოდ სპორტსმენებისთვის, ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ძალიან გამოსადეგი რამეა. მოკლედ ეს რაც შეეხებოდა მოკლე შესავალს, დღეს ჩვენი სასაუბრო თემა ისევ ფეხბურთი იქნება, ძირითადად ქართული ფეხბურთი იქნება, თუმცა ევროპულსაც გარკვეულწილად შევეხებით და ქართულ ფეხბურთში ძალიან განსწავლული, ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით, გიორგი ჯავახაძეა ჩემი სტუმარი. გიორგი, მოგესალმები, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მივესალმები თქვენს მაყურებელს და აბა თქვენიცით გაიზარდეთ და გამრავლდით და იმედია. ძალიან ესეთი კვირა იყო, გასული კვირა, საფეხბურთო თვალსაზრისით, ჩემპიონთა ლიგაზეც და საქართველოში ეგერ ქართული კლასიკო გქონდა, მიადევნეთ თუ არა თვალყური ტორპედოს და დინამოს დაპირისპირებას. კი, რა თქმა უნდა და ძალიან გამიხარდა ის ამბავი, რომ სტადიონზე ისევ ბევრი ადამიანი ვნახე და მაინც, ესე იგი პულსი ისინჯება, მაინც და ჯერ ქართული საკლუბო ფეხბურთი ისევ ცოცხალია და არ ვარ პესიმისტულად განწყობილი მიუხედავად ბოლო წლებში განვითარებული მოვლენებისა. ჯერ არო პოტენციალი გვაქვს მაინც. არა, პოტენციალი რომ გვაქვს ეს უდავო არის, უბრალოდ ყოველთვის კრიტიკას ალბათ იწვევს ის ფაქტი, რომ ამ პოტენციალის რაღაც ადეკვატურად მიმართულების მიცემა ვერ ხდება და შედეგში ასე ვთქვათ დაკონვერტირება ვერ ხდება, ამაზეა საუბარი და ჩვენ ამ თემებზეც ისე ვისაუბრებთ საფუძვლიანად. რაც შეეხება კონკრეტულად ტორპედოს და დინამოს დაპირისპირებას, ნუ მე ვიცი რომ შენ ტორპედოს ესეთი გულშემატკივარი ხარ და სწორედ ამიტომ მინდა გკითხო, გამოდის თუ არა შენი თვალთახედვით როგორ ხედავ, გამოდის თუ არა იმ ეგრეთ წოდებული კრიზისიდან ქუთაისური კლუბი, აი რამდენად ხედავ პერსპექტივაში პროგრესს. ხო, ნუ სატრანსფერო ფანჯარა ჩავარდა. გუნდიც აღიარებს ამას, რომ გაცილებით დიდი მოლოდინები იყო და უფრო დიდ და ხარისხიან შევსებას ელოდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო რაღაც ტრანსფერები არ გამოვიდა. ეხლა ერთი შეცვლა გააკეთა წვრთნელმა. ხუთი ცრულებიდან ერთს რო გამოიყენებ, ესე იგი, ვთქვათ, კარგად არ არის საქმე შემადგენლობაში, ხო? მაგრამ, ნუ ეს ფანჯარა ჩავარდა, მაგრამ როგორც ამბობენ, ზაფხულის შევსება იქნება კარგი. შემადგენლობა გასაძლიერებელია, აუცილებლად, მანამდე გუნდი უნდა ეცადოს დაკარგოს რაც შეიძლება ცოტა ქულა, რომ შემდეგ როდესაც მოვა გაძლიერება, იმხელა არ იყოს ჩამორჩენა იბერიასთან ალბათ. რომ დაწევა უკვე ვეღარ მოხერხდეს რა. თან იანვარში ბათუმის დინამოსაც მოიხსნება ბანი და ბათუმის დინამომ თუ მოახერხა, რომ ძალიან დიდი სხვაობით არ ჩამორჩება ლიდერებს. დარწმუნებულია, რომ ბათუმის დინამო იანვარში თუ იმაში რა ქვია. ეხლა ივნისში მოიხსნება ბათუმის დინამოს. ხო და ბათუმის დინამოც თუ ისე ძალიან არ ჩამორჩა. თუმცა ჩემი ინფორმაციით ბოლომდე გადაწყვეტილი ეგ საკითხი არ არის. დიდი ალბათობა რომ ივნისში მოიხსნება. ხო
ხო და ბათუმის დინამოც ივნისში ძალიან აქტიური იქნება და თუ დიდი არ იქნება ლიდერებთან ჩამორჩენა, მგონია რომ ჩემპიონატის ბოლო ნაწილი ძალიან დაძაბული და საინტერესო იქნება. ანუ ჩემპიონობის პოტენციალი ნუ ჭიაბრიშვილის ფაქტორიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ივნისამდე თუ ძალიან არ ჩამორჩა ბათუმის დინამო, იქვე იტრიალებს რა, იმიტომ რომ ეხა ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო მწვრთნელია ელიგაში ჭიაბრიშვილი ჩემი აზრით ამ ეტაპზე. ნუ ბევრი საინტერესო ახალგაზრდა არის კიდევ და გაიზრდებიან და გაუწევენ კონკურენციას, მაგრამ ბათუმის დინამოს აქტივი ეგ არის ეხა ჩემი აზრით, რომ ჭიაბრიშვილი ყავთ. შენ ძალიან კარგად იცნობ ამ გუნდს დიდი ხანია, ბოლო ქუთაისში დაბადებული ხარ და შესაბამისად კულუარული ინფორმაციებიც ხელმისაწვდომია შენთვის. ზოგადად მას ქუთაისის ტორპედოს უნდა უწევდეს თუ არა თბილისის დინამო რო არ ვახსენე ამ საჩემპიონო ბრძოლაში. ეს ხო საწყენია. თბილისის დინამო სალკე დაუბრუნდა. საწყენია, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის მოკლედ. შენი ბრალი არ არის. ისე გიყვარ შენ პატივსცემ დინამოს თუ ნამდვილი ტორპედო. იშვიათი ქუთაისელი ვარ, ვისაც არ ეზიზღება თბილისის დინამო. ანუ დინამოს კარგი არ გეწყინება. პირიქით, ეხა არ ვარ ჩვენ იმ მდგომარეობაში, რომ ვინმეს კარგი გვეწყინოს, ოღონდ ვინმე რამე გააკეთოს და დინამო იყოს, რავი. ხო, სატრანსფერო თემას რომ დავუბრუნდე ქუთაისის ტორპედოსი, უნდა კონდეს თუ არა, უნდა იყოს თუ არა, მოკლედ აი ამ ტრანსფერებზე დამოკიდებული ქუთაისი. ქუთაისური კლუბი გულისხმობ იმას, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა სწორედ ამ ქალაქიდან ნაწილდება მე თუ საქართველოში, თუ ევროპულ საქართველოს ფარგლებს მიღმა მოკლედ ესე ვთქვათ. აი დეისაძის მაგალითი, რომელიც ფაქტობრივად უთამაშებელი იყო თავის ხო ბოლო კლუბში, ხო რა ვიცი, უფრო ადრე შეიძლებოდა თუ არა მისი გამოყენება ტორპედოში. როგორ ფიქრობ? ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით იქ იყო კატასტროფა ბოლო წლებში. ანუ არ არსებობდა უბრალოდ ნული ინფრასტრუქტურა და უბრალოდ ვიღაცები ფეხბურთზე დადიოდნენ, მოკლედ ესეთი მდგომარეობა იყო ბოლო, რა ვიცი, ბოლო 10 წელი ფაქტობრივად მეტი კიდე, ბავშვთა სპორტი ძალიან განადგურებული იყო ქუთაისში და ამიტომ იქ თუ ვინმე ნიჭიერი იყო, დინამოს აკადემიაში მოდიოდა, იბერიას აკადემიაში ეგრევე. ეხლა დაიწყო, რომ აი იქნებ შევინარჩუნოთ და რაღაც ნაბიჯები გადაიდგა. ასაკობრივი გუნდები ტორპედოსი უკვე ამოვიდნენ, უკვე ოქროს ლიგაში თამაშობენ, ადრე ხან ვერცხლის ლიგაში იყვნენ, ხან ბრინჯაოს ლიგაში, ანუ ჯერ ოქროს ლიგა რა არის და იქაც რო არ თამაშობ, ხო წარმოგიდგენია. ხო და ეხა 19 წელი მე ტორპედოს მეორე გუნდი უკვე გადავიდა, მე ხუთედან მე-4 ლიგაში, ანუ ეს რამდენად წარმატება არ ვიცი, მაგრამ მე ხუთეში ყოფნას ტენდენცია გასაგებია. ასაკობრივებიც ამოვიდნენ ოქროს ლიგაში, შედეგებიც გაუმჯობეს და უკვე დინამოსთან და იბერიასთან რო თამაშობენ, იმხელა სხვაობა დონეში არ არის, რაც წინა წლებში იყო, ანუ ცადადედამიწა იყო და ეხა რაღაცა მეტნაკლებად თანაბრად ეთამაშებიან. რაც ნიშნავს, რომ რაღაც პერიოდის მერე უკვე შევსება იქნება, მაგრამ სანამ ეს შევსება წამოვა, მანამდე ტრანსფერები რა თქმა უნდა აუცილებელი იქნება. ან მაგის გარეშე ანუ ეს სანამ აღდგება სისტემა, მანამდე ტრანსფერები აუცილებელი იქნება. ან ტრანსფერებზე დამოკიდებულება კიდე რამდენიმე წელი იქნება. მერე უკვე წამოვლენ. ეხლა მაგალითად აი თქვა ბუდუ თქვათ გოჩოლეიშვილი აი ქუთაისთან ვინც წამოვიდა ფეხბურთელები ხო ტორპედოდან არ გაგვიცნია ჩვენ ისინი ანუ ბავშვობიდანვე თბილისში ჩამოყალიბდნენ რა. სწორედ ამას გულისხმობდი რომ ანუ ქუთაისელი ფეხბურთელები რეალურად ცნობილები ხდებიან სხვა კლუბების ხალხს. ხო, იქ არ იყო, არანაირი პირობა არ იყო იქ და ეხა უკვე ნაწილი ბაზაზე ცხოვრობს ხო და ეხა უკვე არის იმის საშუალება რომ ბავშვი დარჩეს და იქვე გაიზარდოს. ეს შევსება წამოვა. მანამდე რაღაცა შედეგი უნდა ტრანსფერებით, ლეგიონერებით, სხვა ქართველებით, მანამდე უნდა გადავაგოროთ 1-3-4 წელი ეგრე და მერე წამოვლენ ბავშვები. უკვე წამოვიდნენ ეხა ბასილაძე ხო ახლა უმნიშვნელო კაცი არ არის გუნდში. და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა განაცხადში ხვდება და უკვე დაწყებულია ეგ პროცესი, რომ შევსებას იღებს.
მე არ მჯერა რომ საქართველოს შეიძლება გაკეთდეს ის წარმატებული გუნდი, რომელსაც თავისი აკადემია არ იქნება რა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა კვიპროსი არა ვართ, რაღაც რაოდენობა შიდა შევსება უნდა მივიღოთ. თან გვაქვს და რატო არ გამოვიყენოთ? ახლა შიდა რესურსი გვაქვს, ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით. ან მაგნაწილში ტორპედო ძალიან კარგად მიდის. დიდი გუნდი სხვა საკითხია, ახლა იქ გაცილებით რთულადაა საქმე და ბავშვების ნაწილში გუნდი ჩემი აზრით სწორად მიდის, სწორი მიმართულებით. გიო, ტორპედო დღეს არის ფაქტობრივად, აი თავისი ფინანსური რესურსით ევროპულ სტანდარტებს მიახლოებული კლუბი, ხო? არ არის შედეგი. ეს არის, არ ვიცი, გრძელვადაზე გათვლილი პროექტი და ძალიან ნორმალურია, რომ ჯერ არ არის შედეგი. თუ რაღაც არასწორად, აი ზოგადად კერესელიძის მუშაობას, აი როგორ შეაფასებ, როგორ უყურებ, რამდენად სწორად მიდის? კერესელიძე ჩემი ლექტორი იყოს, იურისტი როცა ვიყავი, მაგ იურისტიულზე რო სწავლობდი და გაცილებით უკეთესი იურისტია ვიდრე გუნდის მართველი, მაგრამ არის აქვს პოტენციალი, რომ კიდე გაიზარდოს და კარგი ახალია ხო ქართულ ფეხბურთში შენ და მე რამდენი წელია ამას უყურებთ ეხლა რამდენი წელია ვიცით აქ რა ხდება და ეგ ადამიანი ეხლა ხვდება სად მოხვდა რა შენ რამდენი წელია 20 წელი ხო რაც საქართველოს ჩემპიონატზე არის კი ასაკი გაგიბაზრე 23 წლის ხო და ჩვენ ვიცით ეხლა სად მოხვდა და ბატონი დავითი ეხლა ხვდება სად არის და ნელ-ნელა დაამოღამებს ნიჭიერი ადამიანია და მგონია რომ აითვისებს ცოტა ზედმეტად თვითდაჭერებულია ტორპედოს ხელმძღვანელობა ჩემი აზრით მაგრამ კარგია რომ ჯერათ იმის რასაც აკეთებენ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჯერათ აი, როდესაც მის ინტერვიუებს ვუსმენ, ბევრჯერ აღმინიშნავს ეს, რომ აი თითქოს აი იმდენად დაალაგებულად, იმდენად ლოგიკურად საუბრობს ზოგადად კლუბის განვითარების გეგმაზე, რომ რთულია რაღაცეებში აი ესე ვერბალურად შეეკამათო რა, აი სწორად ლაპარაკობს. კამათში გიგებს, ხო? კამათში აი უეჭველი გიგებს რა. მაგრამ ის რომ მეორე მხარეს აი ეს არა ისახება ყველაფერი მე აი ძალიან მომწონს მართლა როგორც შეიფუთა გუნდი ხო აი სტადიონზეც ახლა მომიწია 2 ტურის წინ ყოფნა აი ძალიან სასიამოვნო გარემოა და ეს ფეხბურთს აუცილებლად ჭირდება ეს მხარეები აი ამ მხარეებზე მაგრამ აი საფეხბურთო თვალსაზრისით მე მაქვს გარკვეული კითხვები იგივე მწვრთნელთან დაკავშირებითაც კი არაფერს არ ვერჩი შუსტერს უბრალოდ მგონია რომ მგონია რომ ცოტა სპეციფიკური მწვრთნელი ჭირდება ტორპედოს იმიტომ რომ ტორპედო თვითონ ეგეთი გუნდია და ქუთაისელები ზოგადად ეგეთი გულშემატკივრები არიან სხვანაირი აბსოლუტურად ამოვარდნილი ქართული რეალობიდან დავიწყოთ მაშინ მივყვეთ ნელ-ნელა დავიწყოთ მწვრთნელით დავიწყოთ დასამტკიცებელი აქვს ძალიან ბევრი. ხო, მე იქ მესმის არ გაშვების მიზეზი რომ რაღაცა კონტრაქტის პირობები არის და საკომპენსაციო თანხა რომელიც როგორც სახელდება ძალიან სოლიდურია, მაგრამ მოკლედ და ეს ყველაფერი რომ მოვაშოროთ რა. სუფთა საფეხბურთო კუთხით რომ ვილაპარაკოთ. დავიწყოთ იმით რომ 2016 წელს რომ მაგარი მწვრთნელი იყავი, არ ნიშნავს რომ 2026 წელსაც მაგარი მწვრთნელი იქნება. ნუ დასამტკიცებელი აქვს მაგ ადამიანს რომ ისევ კარგი მწვრთნელია. ბუნებრივია რა, ეხლა შუსტერს კი არა, მოურინიოსაც დასამტკიცებელი აქვს უკვე, რომ დღესაც კარგი მწვრთნელია და გუშინ რო იყო, ეს არ ნიშნავს, რომ დღესაც კარგი მწვრთნელია. ძალიან ბევრ მწვრთნელს უდგას ეგ ეტაპი კარიერაში დედამიწაზე, რომ დასამტკიცებელია. ხო, უკვე შეიძლება მაგ ადამიანსაც კი. ასე რომ ისეთი პროფესიაა მწვრთნელობა, რომ ყოველდღე უნდა ამტკიცო, რომ არ ჩამორჩი დროს და ისევ შეგიძლია რამე სიახლე შესთავაზო საფეხბურთო სამყაროს. ბატონ შუსტერს დასამტკიცებელი აქვს, რომ კარგი მწვრთნელია და კარგი მწვრთნელი კი არ იყო, კარგი მწვრთნელი არის, თორე კარგი მწვრთნელი რო იყო, ეს ზუსტად ვიცით. ნუ, ნახოთ, მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ მწვრთნელებს ვაცადოთ მუშაობა.
თუ რამეზე ხუმრობ ქართულ ფეხბურთში არის მწვრთნელების ხშირი ცვლილება, ამიტომ კიდე ერთი სეზონი იმსახურებს შუსტერი თუნდაც მისი წარსულის გამო ეს მეორე სეზონია და სეზონის ბოლომდე უნდა მიეცეს შანსი ევროტურნირებზეც კიდე ერთხელ ნახავთ რა და როგორ იქნება ამის შემდეგ რა დარწმუნებული ვარ ხა თუ ისე ყველაფერი გაგრძელდა გუნდის ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებას რომ მწვრთნელი შეცვალოს თუ შედეგები რადიკალურად არ გაუმჯობესდება ამიტომ მწვრთნელის ნაწილში მგონია რომ ყველა თანხმდებით ხო რომ ერთი სეზონი კიდე უნდა იმუშაოს ამ ადამიანმა ხა მაინც საიდან ჩამოვიდა რა ქვეყანაში რა ჩემპიონატებში უმუშავია და ხა ეგრევე საქართველოს ჩემპიონატზე გადაწყობა მარტივი არ არის მე მგონია რომ მისი სტილი მისი საფეხბურთო ფილოსოფია მთლად ახლოს არ არის ქართულ ფეხბურთთან და ტორპედოსთან მაგრამ ნუ უჭკუო კაცი ნახდათ არ არის და შეიძლება რაღაცები გადააწყოს, გაანალიზოს და შეცვალოს. ეხლა არაბიძე როცა ყავს გუნდში და ოხრეიძე როცა ყავს გუნდში, გინდა არ გინდა საფეხბურთო გემოვნების ფილოსოფიის შეცვლა მოგიწევს. ვერ ითამაშებ ეხლა იმას რა ქვია, არაბიძით იმ ფეხბურთს, რასაც შარშან თამაშობდა გუნდი, ხო შეუძლებელია რა. აი ისე უფრო კრეატიული იქნება ტორპედო ამ სეზონში ერთმნიშვნელოვნად. დინამოსთან ხარისხი, სხვათა შორის, ნორმალური იყო თამაშის ხარისხი, კაი, არაბიძის თამაშის ხარისხი, ძალიან ნორმალური იყო, კარგი იყო. უმატებს სხვათა შორის თამაშიდან თამაშად. კი. ხო, მე მაინც ცოტა სკეპტიკურად ვარ. არ მგონია რომ ძელვადაში შუსტერი არის ის ვინც ტორპედოს ჭირდება. მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ნახავდი გორის დილაში რომ მოტა იყო პორტუგალიელი მწვრთნელი თუ გახსოვს 2 წლის წინ მე სომხეთში წავიდა მე ლუდოგორეთში აი მაგ ადამიანს დიდი სიამოვნებით ნახავდი ტორპედოში იმ ფეხბურთს რასაც დილას ათამაშებდა ძალიან ვისურვებდი ტორპედოში აი დემჩენკოსაც დიდი სიამოვნებით ნახავდი ტორპედოში ну მას ალბათ უფრო რა ვიცი შეიძლება ცოტა სხვა მიმართულებით კონდეს პრობლემები საფეხბურთო თვალსაზრისით იდეალურად ну ადამიანურად ხო რაღაც აი ცოტა ტაქტის ამბავში ცოტა პრობლემები ქონდა ხო ну რაღაცები მსმენია მაგრამ მე რასაც შევსწრები ვარ მაგას გეუბნები ხო რაღაცები მსმენია კომუნიკაციის პრობლემა აქვს მაგრამ საფეხბურთო ის ფეხბურთი რასაც ბათუმის დინამო ან დილა თამაშობდა მისი ხელმძღვანელობით ძალიან ნამდვილად კი ბატონო გონია რომ დღევანდელი ფეხბურთი შეიცვალა იმდენად რომ ყველაფერი განწირულია წარუმატებლობისთვის გარდა ის ფეხბურთი რაც რავი თუნდაც გრანდების შესრულებით ხედავთ შეიძლება ხა ჩვენ პარი სენ-ჟერმენივით ვერ ვითამაშოთ ან ბაიერნივით ვერ ვითამაშოთ მაგრამ უნდა ვეცადოთ რომ ის ფილოსოფია დავნერგოთ რაც არის მომგებიანი დღევანდელ ფეხბურთში შეიძლება თქვათ არ ყავდეს ვიტინია თქვათ და რაღაც მენდეშის და ჰაკიმის დაცვის ფლანგები მაგრამ ის ფეხბურთი მაინც უნდა ითამაშო ეცადო იმიტომ რომ ის ფეხბურთი უგებს სხვა ფეხბურთს ანუ ეგეთი ყველა სპორტში ხდება ეგრე კალათბურთშიც ხდება რომ იყო დრო ცენტრებზე იყო აწყობილი თამაში მერე შეიცვალა და სამქულიანებზე გადაეწყო ხო და დღეს ცენტრზე აწყობილი გუნდი ფაქტობრივად აღარ არსებობს ხო ანუ დგება ყველა სპორტში მომენტი რომ ერთი ფილოსოფია ამარცხებს მეორე ფილოსოფიას ფეხბურთშიც დადგა ეგ მომენტი რომ აი ეს მაღალი პრესინგი, ბურთის უაზროდ ფლობა, მოსაწყენად თუნდაც მათ შორის, მაგრამ ეს ფეხბურთი უგებს ყველა სხვა დანარჩენს, მაღალ პასებს და გრძელ გადაცემებს და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ფეხბურთზე უნდა გადავიდეთ. ეხლა შეიძლება ვერ მოუგოთ პარი სენ-ჟერმენს, მაგრამ სამაგეროდ არც ეთამაშები პარი სენ-ჟერმენს, ხო? ეთამაშები მე შახტეს დილას, იბერიას. ამიტომ შენს კვადრატში იქნები პარი სენ-ჟერმენი და არა ზოგადად, ხო? და ფაქტია, რომ ეხლა როცა ამ იბერია 2 წელია ეგრე ხდება საქართველოს ჩემპიონი, რომ რაღაცა ცდილობს მაღალ პრესინგს და ბურთის ფლობას და ანუ ეს ფეხბურთი ზოგადად უგებს ყველაფერს. სანამ არ გამოიონებენ სხვას, რომელიც დაამარცხებს ამ ფეხბურთს, მანამდე უნდა ვითამაშოთ ეს. ბატონმა პრეზიდენტმაც თქვა, რომ ჩვენო იონსენი იმიტომ გაუშვითო, რომ მაღალი ფეხბურთიდან დაბალ ფეხბურთზე გადავიდეთო, მაგრამ გაუშვეს იონსენი და უფრო მაღალი კაცი დაიმატეს და ანუ
ეს თქვათ მიქაუტაძის სტილის ფორვარდი რო დაემატებინათ, ვიფიქრებდი რომ მაღალი ფეხბურთიდან გადავდივართ დაბალ ფეხბურთზე, მაგრამ იონსენი და დეისაძე ერთი სიმაღლის ხალხია და ერთი ერთი ტიპის ფორვარდები არიან. ხო, ამიტომ ხან ეგეთ რაღაცა თქვათ დეისაძე ძალიან მომწონს როგორც ქუთაისელი და როგორც ფეხბურთელი, მაგრამ ანუ თვითონ ფილოსოფიაზე მაქვს საუბარი, ხო, ანუ თუ მაღალ ფეხბურთს აღარ ვთამაშობთ, ახლა 2 მეტრიანი კაცი იდგა თავდასხმაში დინამოსთან, ანდრიჩი და დეისაძე. რანაირად ვთამაშობთ დაბალ ფეხბურთს და თქვათ იმას, ხო? ბურთის დაჭერაზე ორიენტირებულს. ხო და ანუ ეს განცხადებები და საქმეები ერთმანეთს არ ემთხვევა. ერთმანეთს არ ემთხვევა ხოლმე, მაგრამ ნახოთ რა, მე მაინც ვცდილობ რომ ოპტიმისტად დავრჩე რა. ნახოთ საფულში რა ტრანსფერები იქნება და ასე შემდეგ. დინამ ბარემ სადაც ტორპედო იქ დინამოს მდგომარეობა ჩემი აზრით უფრო რთულად არის ვიდრე ტორპედოსი. დინამო კიდევ არის გუნდი, რომელსაც ზურგს უმაგრებს, არ ვიცი, იმხელა მართლა იმხელა აკადემია და იმხელა წონის, რომ ეს მარტო ციფრები არ არის, ეს არის გამოცდილი სხვადასხვა კლუბებში, ნაკრებებში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ რა პრობლემასთან არის? აქ უფულობა არაფერი მეტი სხვა არაფერი პრობლემა არ აქვს დინამოს, ფული არ აქვს სხვა ახლა შეიძლება რომ თქვა ფული გაუჩნდეთ და მაინც ვერაფერი არ გააკეთონ ეგ სხვა საქმეა მაგრამ დასაცენი ამბავი როცა იყო ფარერულ კლუბთან წაგება ეხლა მარტო უფულობის ბრალი არ არის რა თქმა უნდა მაგრამ თავარი პრობლემა ის არის რომ აი ქონიათ პერიოდი 3-4 თვე ხელფასები არ აუღიათ ფეხბურთელებს და მათ შორის ეხლა ახალ რამდენადაც მე ეხლა ინფორმაცია 31 დეკემბერსაც არ იყო ჩარიცხული ხო ან იქაც ეხლა ფარერების პერიოდშიც მწვავე ფინანსური კრიზისი იყო გუნდში რაც არ ამართლებს ეგრე გამოსვლას ევროტურნირებზე მაგრამ ნუ ვიცით ხო ეხლა როგორ აისახება ფინანსები გუნდის შედეგებზე ვიცით თუმცა ფული არა გვაქვს არ ნიშნავს რომ ყველაფერი გეპატიება რა თქმა უნდა ხა რო არა გაქვს ფული უნდა იშოო თუმცა დინამოს გვახსოვს ძალიან კარგად ჰქონდა ფული მაგრამ შედეგი მაინც არ იყო აი პირველ წლებში PPA-ს პირველ წლებში ფინანსურად იდეალურად იყო ყველაფერი მაგრამ შედეგები არ ჰქონდათ და პირველად ისტორიაში დინამო რო დარჩა ევროტურნირების გარეშე მაშინ ყველაზე მდიდარი გუნდი იყო საქართველოში იმ მომენტში თბილისის დინამო. ანუ მოკლედ იმის თქმა მინდა რომ შეიძლება ფინანსური პრობლემები მოაგვარო და მაინც სპორტულ შედეგებზე ეს არ აისახოს, მაგრამ სანამ ფინანსურ პრობლემებს არ მოაგვარებ, არ ამგონია რომ სპორტული შედეგები გაუმჯობესდეს. კარგი. გულშემატკივრების თემა მე შენი მაყურებელი ვარ და შენს მონოლოგებში სხვათა შორის რომელიც მე ძალიან მომწონს, ძალიან კარგი იუმორით გაჯერებული და ძალიან ლამაზად ნათქვამი, მხიარულად სიმართლე, შთამბეჭდავია ეს ყველაფერი და დიდი მადლობა ახლა საერთოდ არ მეპარება ეჭვი რომ შენი IQ-ს და ზოგადად ინფორმაციის მქონე ადამიანი რომ ხარისხიან პროდუქტს აკეთებს. და ხო, იყო რამდენიმე ეპიზოდი, სადაც გულშემატკივრების თემა იყო ხაზგასმული. როგორია ქართველი გულშემატკივარია? გვაქვს ხა ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები, სამხრეთელები ვართ, ემოციურები ვართ და შესაბამისად, ხო, რაღაცებს ხან ზედმეტად კარგად გამოგვდის და ხან ზედმეტად ცუდად, მაგრამ წამოვიდა ძალიან კაი თაობა თუნდაც გულშემატკივრებში ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ საფხულში ხო როგორი მხარდაჭერა ქონდა ნაკრებს ვიყავი ერთი 10 დღე ვიყავი გერმანიაში ორ თამაშზე და აი სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ თითით საჩვენებელი იყო ქართული გულშემატკივარი ქცევითაც და ყველანაირად რაოდენობითაც და ან თავარი ვარსკვლავი გერმანიის ევროპის ჩემპიონატზე იყო ქართული გულშემატკივარი ყველა ესე აღფრთოვანებული იყო ჩვენი ქცევით და გულშემატკივრობის ხარისხით და ეგ წლების წინ წარმოუდგენელი იყო. ახალი თაობა გულშემატკივრების ძალიან კაია. ძალიან შემცირდა გინება სტადიონებზე, საქართველოს ჩემპიონატშიც კი ძალიან იშვიათად მოისმენ. აი, ადრე იყო რაღაცნაირი ისა ჩემ ბავშვობაში
სტადიონი იყო ადგილი, სადაც ადამიანები ეჯიბრებოდნენ კრეატიულად გინებაში და ცნობილი მაგინებლები იყვნენ სტადიონზე, რომ აი აბა რა ორიგინალურად ვინ შეაგინებდა ამ საჯს ამ ფეხბურთელს და რაღაცა იყო ტრადიციები, რომ აი ნომრების მიხედვით გინება და ესე პირველი ნომრით დაიწყებდნენ და ესე ავიდოდნენ რიგითობით პოზიციების მიხედვით გინებაც მომისმენია ქართულ სტადიონზე, რომ მარჯვენა მცველი, მარცხენა მცველი, ცენტრალურები მერე საყრდენი და ესე როგორც გუნდს ააწყო 4-3-3-ს, ეგრე გინებაც მომისმენ. ეგ თითქმის აღარ გვხვდება ქართულ სტადიონებზე, ძალიან შემცირებულია და უფრო აღარ დადის არავინ და ხო, მაგრამ როცა ყოფილა 4-3-3 ხო უნდა ხანდახან ხო არის ხო? რამდენი კაცი? აი 10 კაცი ხო? ხო იყო ეხა 6-7 კაცი ხო იყო დინამო, ტორპედო დინამოს. ხო და ტორპედო მაგ იმაში არ გამყავს. ტორპედო თუ ახერხებს რომ გულშემატკივარი მოვიდეს, ეს ხო ვიძახე რომ ქუთაისელები სხვანაირი გულშემატკივრები არიან მეტი. ეხა იქაც არ არის ანშლაგი ხოლმე, მაგრამ ტორპედოზე ბავშვით მისვლა შეუძლებელი იყო, ეხა გამორიცხული იყო, ისეთი ხდებოდა სტადიონზე. ეხა ბევრად უფრო კულტურულია გულშემატკივრობა და ბევრად უფრო გუნდის ხარდაჭერაზე ორიენტირებული, ვიდრე ვინმეს შეურაცხყოფაზე. ქუთაისელი გულშემატკივარის გაზრდილია და გორელიც და მე გორში 90-იანებში ყოფილვარ სტადიონზე და იქ მისვლა არ შეიძლებოდა. დღეს ბევრად მაღალ დონეზეა გორში ხშირად მიწევს ხოლმე ჩასვლა და სხვა გულშემატკივარია. თუნდაც საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი ავიღოთ, თქვა საბერძნეთთან შოთის გახსოვს რა გაუკეთეს შოთის და დღეს ეხა აგებს გუნდი თუ იგებს ტრიბუნები მაინც რაღაც მღერის და მხარს უჭერს. ან მე ჩემი აზრით ქართველ გულშემატკივარს უფრო დიდი ნაბიჯი აქვს წინ გადადგმული განვითარებისკენ, ვიდრე კლუბებს, პრეზიდენტებს და არა, სხვათა შორის მაგაში დაგეთანხმები და თუ რაღაცა დავუშვათ პრეტენზია ან რაღაცა არ მოსწონთ ფეხბურთელის მხრიდან გულშემატკივრებს უფრო დუმილით ამჯობინებენ პროტესტის გამოთქმას, ვიდრე გინებით. ხო, ძალიან შემცირებულია. ესეთი მძიმე შეურაცხყოფელი შეძახილები ძალიან ის არის რა და ეხა კლუბის ხელმძღვანელობა რასაც ამბობს, რომ მოდით ხალხო სტადიონზე და მერე გავაუმჯობესებთ შედეგებს, ეგ ლოგიკა მესმის. მეც გონია რომ ჩვენ თუ გავავსებთ სტადიონებს, ბევრად უფრო სწრაფად მოხდება განვითარება. მანდ არ. ანუ ეგ ხა ორი გზა არის რა, ჯერ შენაკეთებ წესიერ ჩემპიონატს და მერე მოდის მაყურებელი, ან მაყურებელი მოდის და იძულებული ხარ რომ წესიერ ჩემპიონატი გააკეთო. მე ეს გზა უფრო მოკლე მგონია რომ სადაც არის ხალხი და დაინტერესება, იქ ჩდება ბიზნესიც, სპონსორებიც, ყველაფერი და ეხა ჩვენ ვინც ვართ ქართულ, თქვათ, YouTube სივრცეში ქართული ფეხბურთის შესახებ, ეხა თავიდანვე ხო ვიცოდით, რომ ცოტა მაყურებელი გვეყოლებოდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, რომ ამ გზით წავსულიყავით. ეხა წარმოვიდგინე, თუნდაც ჩვენს პროფესიაში როგორ ამაღლდება დონე, რომ აქ უკვე იმდენი ადამიანი დაინტერესდეს ქართული ფეხბურთით, რომ აქ თითოეულ ეპიზოდს 50,000 და 60,000 ნახვა კონდეს. და რამდენი ნიჭიერი ჟურნალისტი დაბრუნდება ამ სფეროში კონტენტის გასაკეთებლად, ხო? ანუ ეს დონის აწევა ხო მარტო ის არ არის, რომ კონფერენციის ჯგუფში შევიდეთ. შევალთურია, ყველაფერს მოიცავს. შევალთ ახლა უახლოეს რამდენიმე წელიწადში შევალთ, გაგვივარდება ბოლოს და ბოლოს და შევალთ ამ კონფერენციის ჯგუფში. მაგრამ ეს არ იქნება იმის მანიშნებელი, რომ დონე რაღაც ასწავლად გაიზარდა. ყველა შევიდა მაგ ჯგუფში, მალტელებიდან დაწყებული, გიბრალტარით დამთავრებული. მაგრამ დონე იქნება დასწრება გადაღება და გაშუქება, ეს ერთად უნდა მოხდეს ყველაფერი რა და ხო, მე მგონია რომ უკეთესი გზა არის რომ ეს ჩემპიონატი მაინც ჩვენია, სხვა არ მოვა მაინც და არ გაგვივითარებს და ჩვენ ვაიძულოთ ესენი რომ განვითარდნენ, ეს გზა უფრო მომწონს მე, მაგრამ ხო, ნუ ეხა გულშემატკივარიც მართალია თავის მხრივ რომ აი მე რომ მოვიდე შაბათს რას მომცემ? ბავშვი წამოვიყვანო, აი რა კომფორტს მიქმნი, თუ ცოტა ცუდი ამინდია, ესე იგი ვერ გაჩერდები ქართულ სტადიონებზე, ხო? ანუ ქარი, წვიმა, რაღაცა და კიდე თან ცუდი ფეხბურთის ყურება.
როცა რავი ამდენი გართობის საშუალება არსებობს, ხო რთულია ბავშვს დააძალო, რომ გინდა თუ არა წამოვიდეს და ლიგას უყუროს, მაგრამ მე რავი ახლა რომ მყავდეს შვილი დავაძალებდი აუცილებლად რა. მე მაინც ეგეთ ძალად. დადი ხარ თამაშებზე? კი, დავდივარ ხოლმე. ისე აქტიურად ვეღარ, როგორც მე მახსოვს რომ ძალიან ხშირად დადიოდი. ყველა თამაშზე დავდიოდი, მაგრამ ეხლა რადგან მიწევს რაღაცა ეპიზოდის ჩაწერა და მონტაჟება, ისა, ცოტა ეხლა შაბათს მაგალითად მივდივარ დინამო თბილისი, დინამო ბათუმის თამაშზე და თუ დრო მაქვს ხოლმე, მაგრამ თამაშზე თუ არ დავდივარ, სხვა რამით ვეხმარები, ვაშუქებ, რაღაცას ვაკეთებ, ანუ პოპულარიზაციას უწევ ლიგას. ამ გზით მაინც ვეხმარები. არის თუ არა ფეხბურთის ფედერაციის საქმე, ქართული საკვლევ ფეხბურთის განვითარება და ზოგადად კლუბების მძიმე და რთული ვითარება, de jure მაინც ასეა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არის ორგანიზატორი კრისტალბეთა ეროვნული ლიგის და სწორედ ის უზრუნველყოფს ამ ჩემპიონატის ჩატარებას. მე მესმის, რომ ფეხბურთის ფედერაციისთვის ამ საქმის კეთება არ არის კომფორტის ზონა და ფეხბურთის ფედერაციას აქვს ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმე ნაკრებების სახით, რაც არის პირდაპირი მოვალეობა მის. შეცვლიდა თუ არა ადამიანთა ჯგუფების გაერთიანება და ეგრეთ წოდებული პროფლიგის შექმნა ხარისხობრივად და შეფუთვის თვალსაზრისით ამინც ქართულ ფეხბურთში. ადამიანებისა, რომელთა დაინტერესება იქნება ფინანსური მოგების მიღება, რომლებიც დაინტერესდებიანებით, რომ იყოს კარგი ტრანსლაციები, რომელსაც გაყიდიან, იყოს კარგი ხარისხის თამაშები, რომელსაც გაყიდიან, სპონსორებს მოიზიდავენ, აი შესაბამისად პლატფორმა შეიქმნება ამისთვის შესაბამისი, თეორიულად მაინც. არის თუ არა ეს გამოსავალი? ეგ კითხვა დავუსვი. ცდად ღირს თუ არა? ეგ კითხვა დავუსვი ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ადამიანებს და ასე მითხრეს, რომ პროფლიგის შექმნის წინააღმდეგი არისო, გაგიკვირდება და რამდენიმე კლუბი თვითონ. ეს პასუხი ჩემთვის ცოტა შოკის მომგვრელი იყო. მე მეგონა, რომ კლუბებს უნდათ პროფლიგის შექმნა და ფედერაცია უნებოდა არა, მე ვიტოვებ ჩემპიონატს. თურმე პირიქით ყოფილა ფედერაცია უნება, რომ აჰა, წაიღეთ და მიხედეთ ჩემპიონატს, მაგრამ რამდენიმე კლუბი არის ამის წინააღმდეგი. გუნდებს არ დავასახელებ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ერთი ვიღაც შემეშალოს და არ მინდა ცილი დავწამოვინოს, მაგრამ რამდენიმე გუნდი არის, ვინც წამოწოლილია და ურჩევნია, რომ აი რაც არის ეს იყოს და ჩაუტარონ ჩემპიონატი. თვითონ კი არ ჩაატაროს, ჩაუტარონ და რასაც უტარებენ ეს არის რა. აქედან გამოსავალი არ ვიცი, ალბათ საჯაროობა არის გამოსავალი, რომ ფედერაციამ პირდაპირ უნდა თქვას, რომ აი ესა და ეს გუნდი არის წინააღმდეგი, პროფლიგა რო შეიქმნას, ხო ყველას თანხმობა საჭირო, ეხლა 5 გუნდი ხო არ ჩამოაყალიბებს პროფლიგას და თუ ეს პროცესი გახდება საჯარო, მე უკვე ზეწოლაც იქნება გუნდებზე ხა ხო თუ პირობითად ტორპედო მომხრეა პროფლიგის შექმნის. ამიტომ დაუშვათ ტორპედო არის წინააღმდეგი რა. უკვე რო გვეცოდინება საჯაროდ რომ ეს არის რომ ტორპედო ბლოკავს ამ იდეას, ხო? იქნება ზეწოლა გულშემატკივრების მხრიდან, ჟურნალისტების მხრიდან, რომ ხალხო როგორ აქ წვენიათ რა. რომ რა ქვია ფედერაცია გეუბნებათ რომ წაიღეთ ჩემპიონატი და არ მიგაქვთ, ხო რა, სირცხვილი. რადგან ეს პროცესი საჯარო არ არის, ფედერაციასაც უნდა მოხვდეს თავისი წილი კრიტიკა. იმიტომ რომ ასე ყველაფერზე ერთმანეთზე ხელის დაფარება არ მოსულა რა. ანუ თუ კი ესეთ კარგ იდეას ნანიკო ბლოკავს, უნდა ვიცოდეთ რომ ნანიკო ბლოკავს და ნანიკოს მოვთხოვოთ პასუხი რა. ხო და თუ კი ფედერაცია ამას არ უმბაზრებს კლუბებს, თვითონაც არის ცოტათი მონაწილე ამ უბედურების რა. მე ვერ წარმომედგინა, თეორიულადაც ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლება არსებობდეს კლუბი, რომელიც პროფლიგის შექმნის წინააღმდეგი იქნება, იმიტომ რომ შენ როდესაც საჯებით ხარ უკმაყოფილო, შენ როდესაც რაღაცა ორგანიზებით ხარ უკმაყოფილო,
დრო ჩატარების საათებით, დღეებით, გაშუქებით და გეუბნებიან რომ მატჩის დროები ეს საერთოდ კატასტროფა არ ვიცი რა ხო და როცა ყველაფერი ხუთი თამაში როგორ ვერ ჩავატარეთ ისე კვირაში რომ ყველა ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. ხო, არ ვიცი მანდ რა პრობლემაა, მაგრამ დაუშვათ უკმაყოფილო ხარ, ხო? მოკიდე ამ შენ ჩემპიონატს ხელი, წაიღე და ჩაატარე შენ თვითონ. სპონსორებიც ხო რაღაც რაოდენობა ყავს ახლა ამ ლიგას. სახელმწიფოც რავი რაღაც ფონდიც არსებობს, ანუ ეგრე არ არის რომ რაღაცა მას გატენიან ცუდ რაღაცას, ხო, ანუ რაღაც პროდუქტს გაძლევენ. უკვე საბაზისო რაღაცები შექმნილი არის და მაშინ გამოვიდეს ვინც არის წინააღმდეგი და თქვას არგუმენტი რატო არის წინააღმდეგი. შეიძლება ისეთი კარგი არგუმენტი აქვს, რომ დავეთანხმოთ. მაგრამ საჯარო ხომ უნდა იყოს ეს პროცესი. ხა მე უნდა ვიჭორიკნო ხა აქ. და ვთქვა რომ ესა და ეს გუნდი არის წინააღმდეგი პროფილიგის შექმნის და რატო უნდა მიწევდეს მე რაღაცა ის ყურმოყრით რაღაც გაგონდა და ამაზე მე ჭორაობა ხო გამოდი და თქვის რა არის ამაში ახლა ისეთი რომ საჯაროდ ვერ ვილაპარაკო. არც არაფერი პოზიცია ჩაოლები რომელსაც შეიძლება ძალიან მყარი არგუმენტი აქვს. ხო მოყავს კლუბის ხელმძღვანელები და ყველას კითხეთ ცალ-ცალკე რა რომ თქვენ ხართ მოხრეთ თუ არ ხართ და ეგრე გამორიცხვის მეთოდით გავყვეთ და გავაგავებიოთ. და ერთ-ერთი წყალტუბოს სამგურალის პრეზიდენტი იყო და ზუსტად ვიცი რომ წყალტუბოს სამგურალის პრეზიდენტი ერთ-ერთი ინიციატორი არის ამ ლიგის შექმნის და თვითონაც დაადასტურა და სიმართლე გითხრა პირველად მესმის დღეს ინფორმაცია იმ შესახებ რომ ამ პროექტს ყავს მოწინააღმდეგეები. შესაძლოა აქეთ ხარეს რაღაც სერიოზული არგუმენტები არსებობს და თქვან რა რომ ამდენი ჯდება ჩემპიონატის ჩატარება ჩვენ ამდენი გვაქვს შემოსავალი და კლუბებმა რო გადავიბაროთ ეს ჩემპიონატი ფინანსურად დავიღუპებით ხო ნორმალური არგუმენტია ხო მოვისმენთ გავიგებთ და რაღაცას ვიფიქრებთ რომ აი ესე ხო არ ვქნათ ისე ხო მაგრამ ნუ ეხა ან თავარი პრობლემა მაინც ქართულ ფეხბურთში და ზოგადად ქვეყანაში არის საჯაროობის ნაკლებობა ჩემი აზრით რა ეს კაბინეტებში ჩუმჩუმად რაღაცების ფუთფუთით საქმე აი კლუბებსაც როცა პრობლემები აქვთ გარკვეული სახის არ აქვს მშობლა არ დავკონკრეტდები რა სახის მაგრამ ყოველთვის ურჩევნიათ რომ აი იქ ვიღაცა ჟურნალისტ ჩააწვეთონ რაღაცა ანუ თვითონ კი არ უნდათ თავიანთ პრობლემებზე საუბარი ყოველთვის უნდათ რომ მათ პრობლემებზე ისაუბროს სხვა და ეს მიდგომა ქართულ ფეხბურთში არის ძალიან ხშირი და თვალშისაცემი სხვათა შორის. და იშვიათად რომ ვინმე თავის ბრალებლობას ხედავდეს რამეში. ქართული კლუბების დაფინანსების თემა ეგრეთ წოდებული ფონდი, ფეხბურთის განვითარების ფონდი მე რა თქმა უნდა ძალიან მომწონს სახელმწიფო როცა საფეხბურთო საკითხებში ფულს ხარჯავს 5 წელიწადში 300 მილიონი კი არა მე მომხრე ვარ რომ რავი 300 მილიარდი დახარჯოს ძალიან კარგია უბრალოდ როცა განვითარების ფონდი ქვია ეს რაღაცა თანმიმდევრული უნდა იყოს ეს განვითარება და მე რასაც უყურებ ბოლო 10 წელი ამ ფონდის არსებობა და ქართული ფეხბურთი სინქრონულად რეგრესთან ასოცირდება. საერთოდ უნდა არსებობდეს თუ არა მსგავსი ტიპის დაფინანსება, როცა კერძო კლუბებზეც არის მათ შორის საუბარი და თუ უნდა არსებობდეს, უნდა იყოს თუ არა ის ამ ფორმით. აი საერთოდ როგორ უყურებთ ამ დაფინანსების თემას? თავიდან დიდი გულშემატკივარი ვიყავი ფეხბურთის განვითარების ფონდის შექმნის. იმიტომ რომ ანუ ძველი სისტემა რაც იყო რომ აი მუნიციპალიტეტები აფინანსებდნენ საფეხბურთო კლუბებს და ხან ფეხბურთზე შეყვარებული გუბერნატორი იქნებოდა, ხან გადაუყვარდებოდა, ხან სხვა გუბერნატორი მოვიდოდა და აღარ მოეწონებოდა ფეხბურთი და შეწყვეტდა დაფინანსებას და რაღაც ეგ სისტემა ძალიან ცუდი იყო ჩემი აზრით. და მეგონა რომ ამას თუ რაღაც ცენტრალიზებას გაუკეთებდით ამ თანხებს და რაღაცა სისტემაში მოვაქცევდით, მაგარ შედეგს მივიღებდით, იმიტომ რომ მაგალითად პრეზიდენტი, რომელიც თავისი ჯიბიდან ხარჯავდა X თანხას, თქვათ 5 მილიონს პირობითად და
ჩვენ რაღაცას დავეხმარებოდით ამ ადამიანს, მეგონა რომ ამ 5 მილიონს დაამატებდა ამ 2 მილიონს და 7 მილიონიან გუნდს გააკეთებდა. აღმოჩნდა რომ ამ 5 მილიონს რასაც ხარჯავდა გამოაკლო 2 მილიონი და გადავიდა 3 მილიონის ხარჯვაზე და ამით შეივსო და ისევ 5 მილიონიან გუნდად დარჩა პირობითად. ამას არ ველოდი ეთყობა მაშინ ზედმეტად ახალგაზრდა ვიყავი. ფონდი გონია რომ მთლიანად უნდა გადაერთოს ინფრასტრუქტურაზე და ბავშვთა ფეხბურთზე თუ სახელმწიფოს აქვს სურვილი რომ სპორტში ხარჯოს ფული, პროფესიულ სპორტში ალბათ არ უნდა დაიხარჯოს ფული, რა, სახელმწიფო ფული. ჩვენ ფეხბურთის გულშემატკივრები ვართ და სპორტის გულშემატკივრები ვართ და გვიხარია, როცა ბიუჯეტის ფული ამ მიმართულებით იხარჯება, მაგრამ ჩვენ სუბიექტურები ვართ და იმ ადამიანებსაც ვცეთ პატივი, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ ბიუჯეტის ფული დაიხარჯოს, რავი, მძიმე სენით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად და არ უნდა რომ ეხა იმას ელიგის დაფინანსებაზე დაიხარჯოს მილიონი. თუ იმდენი ფული გვექნება ქვეყანას, რომ აი ესე ყველა ელემენტარულ საჭიროებას დავაკმაყოფილებთ და რაღაცა მოგრჩება, მერე კი ბატონო, პროფესიულ სპორტშიც დავხარჯოთ ფული. მაგრამ ამ ეტაპზე ბიუჯეტიდან პროფესიონალ სპორტსმენებზე ფული არ უნდა იხარჯებოდეს, ჩემი აზრით. მაშინ ფიქრობდი, რომ ამ ფულს უკან ამოვიღებდით, მაგრამ აღმოჩნდა რომ პენსიაზე დავსვით უბრალოდ რაღაც რაოდენობის ფეხბურთელები. სახელმწიფომ დახარჯოს ინფრასტრუქტურაში და ბავშვთა აკადემიებში, ანუ ეს ხო მარტო სპორტი არ არის, ჯანმრთელობაცაა, ცხოვრების წესიცაა რაღაც. ამ მიმართულებით თანახმავა რომ ჩვენი საერთო ფული დაიხარჯოს. პროფესიული საფეხბურთო კლუბის შენახვაში ბიუჯეტის ფულის დახარჯვა პრინციპულად არასწორია. მოკლავს თუ არა ეს ჩემპიონატს, არ მოკლავს. ამაზე მე შემიძლია დაგეინწლავოთ, რომ ამაზე ქვემოთ ვერ ჩავალთ, ვერც რეიტინგში და ვერსად. ეს საკმაოდ გაასუფთავებს გარემოს, იმიტომ ძალიან ბევრი გუნდია ამ 5 ლიგაში შექმნილი იმისთვის, რომ წლიდან წლამდე ამ ფონდის ფულით რაღაცა ხელვა 2 ლარი აიღონ. ეს მორჩება, ეს მოიკვეთება, ეს მიმართულება და ვისაც მართლა უყვარს ფეხბურთი და ან ბიზნეს მოდელად გადაქცევის პროცესი დაჩქარდება. დღეს უკვე ვხედავთ, რომ აი მეტნაკლებად წარმატებული ბიზნეს პროექტი აქვს იბერიას, გორის დილას, რომლებიც აი ძალიან ახლოს არიან დანახარჯი შემოსავალი ერთმანეთთან და ეს უფრო და უფრო ადვილი გახდება ყოველწლიურად, იმიტომ რომ სოფლიო ფეხბურთის ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდება და ის მცირე თანხები, რაც ჩვენამდე აღწევს ის ნამცეცები, ყოველწლიურად უფრო მეტი და მეტი იქნება. ან ჩვენ ექსპორტიორი ქვეყანა ვართ და ადრე თუ 100,000 ფეხბურთელის გაყიდვა საქართველოს ჩემპიონატიდან სასწაული იყო, დღეს მილიონნახევრად ხო, უფრო ანუ თანხები იზრდება, მსოფლიო საფეხბურთო ბაზარი იზრდება და უფრო მარტივი ხდება ყოველწლიურად, რომ შენ ააწყო გუნდი, რომელიც არ იქნება წამგებიანი. მეტსაც გეტყვი, იქნება მომგებიანი. ამისთვის სჭირდება ნორმალური აკადემია, ამისთვის სჭირდება კარგი სკაუტინგი და კარგი მარკეტინგი. სულ სამი რაღაც გჭირდება. და სამივე შესაძლებელია რა. საქართველოში ტალანტების ნაკლებობა არ გაქვს, რომ ვერ იპოვო და ვერ შეფუთო და ვერ გაასხვისოს არფიანად მოთამაშე. სკაუტინგის სისტემა 21 საუკუნეში რო აი შენ იპოვო ისეთი ლეგიონერები, თუნდაც როგორც დილა ახერხებს და პოულობს, ჩამოყავს და შემდეგ ძვირად ყიდის, ეგ სისტემაც უმარტივესად ასაწყობია. ჯერ ახლა პროგრამებიც არსებობს. კი, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. აი საერთოდ არ გჭირდება აგენტი, საერთოდ არ გჭირდება დაკვირვება, ჩასვლა სადღაც აფრიკაში, ანუ რაღაც პროგრამების მიხედვით შეგიძლია იყიდო კონკრეტული ჩემპიონატები და უყურო, დააკვირდე, ჩამოიყვანა. კი ბატონო. სკაუტინგის საწყობა გაიაფებულია საოცრად 90-იანებში, რომ კარგი სკაუტინგ სისტემა ქონოდა, მილიონებზე იყო საუბარი. უნდა გეფრინა ხან აფრიკაში, ხან ბრაზილიაში და შენი ესე ფეხდაფეხ გეულო სტადიონებზე მთელ სოფლიოში და გეპოვა კარგი ფეხბურთელები და დღეს შეიძლება წელიწადში რამდენიმე გადაფრენა დაგჭირდეს მაქსიმუმ და დანარჩენს უკვე სახელიდან გაუსვლელად აკეთებ. ეს გაიაფთა
და მომარტივესია, UEFA-ს შემოსავლები ყოველწლიურად იზრდება და რავი, მე მარკეტინგი ეხა ადექი და დაიქირავე ვინმე ნორმალური ტიპი, ვინც მარკეტინგში ერკვევა და სპონსორებსაც მოიყვან და რავი, დღეს მე მგონი რაღაც სპონსორი თითქმის ყველა გუნდს, ხო, რაღაც ზოგს იაფიანი, ზოგს ზვირიანი, მაგრამ რაღაცა სპონსორებიც უკვე გაჩნდა. YouTube-ის ეპოქაში ვცხოვრობთ. მარკეტინგი არ არის ძალიან რთული საკეთებელი უკვე YouTube-ის ეპოქაში, კარგი კონტენტის კეთება და რაღაცა გულშემატკივრების მოზიდვა აღარ არის ისეთი რთული, როგორიც იყო 90-იანებში. ყველაფერი არის იდეალურად იმისთვის, რომ კარგი ბიზნეს პროექტი გააკეთო და კარგი გუნდი გყავდეს. ამიტომ დავანებოთ ახლა ამ ბიუჯეტს თავი, ეგ ფული მივცეთ იმ ადამიანებს, ვისაც ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე უწევთ ცხოვრება და პროფესიულმა საფეხბურთო კლუბებმა მოიფიქრონ რამე, აი თუნდაც აი გორის დილასნაირი მოდელი მაინც გააკეთონ რა. გორის დილასთან სხვა პრეტენზიები მაქვს, მაგრამ ბიზნესურად რასაც აკეთებენ ძალიან ნორმალურად და კარგად. კი. ნუ ყოველ შემთხვევაში მგონია რომ კლუბი წლიდან წლამდე სოლიდურ მოგებაში რჩება. ნულზეც რო გახვიდე უკვე ფეხბურთში ხო. იმიტომ რომ ხა ყველაზე აგერ შენი საყვარელი Manchester United, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბრუნვის, ფინანსური ბრუნვის გუნდი იყო, იმასაც კი გარკვეული ვალები ქონდა ყოველთვის რა. არ არის ფეხბურთი ისეთი თემა, რომ შენ რაღაცა გაანულო ყოველწლიურად და ანუ სუმი მოქცევაშია ეს ფული, ხან მინუსში ხარ, ხან პლუსში ხარ და ჩვეულებრივი მოვლენა მოგრად მასშტაბებს გააჩნია. საქართველოს ნაკრები ძალიან საინტერესო პერიოდი დაუდგა ჩემი აზრით საქართველოს ნაკრებს. ახლა მოგატყუებ რომ გითხრა რომ არ ველოდი ამ ყველაფერს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მწვრთნელის საკითხში იმ ამბავში რომ მწვრთნელს გარკვეული პერიოდი უნდა მიეცეს აუცილებლად ნებისმიერ მწვრთნელს, ნებისმიერ გუნდში, ნებისმიერ ნაკრებში თავის დამკვიდრებისთვის, თავისი ფილოსოფიის დამკვიდრებისთვის, ადაპტირებისთვის ეს ნორმალური ამბავია. ძალიან ბევრი დრო ქონდა ამისთვის ვილი სანიოლს და თითქოს დღეს ჩანს რომ რაღაცა ჟანრის კრიზისი აქვს თუ არ ვიცი, ან მეტი არ შეუძლია უბრალოდ მისი რესურსი მეტი არ არის საფეხბურთო ამბავში. დადგა თუ არა რაღაც ცვლილების დრო ეროვნულ გუნდში. მე მგონი ეხა უკვე დაგვიანებულია, ანუ ევროპის ჩემპიონატის მერე ან რაღაცა ერთი წლის წინ მაინც უნდა დაგვეწყო მწვრთნელის, ახალი მწვრთნელის ძიება, ეხა შემოდგომაზე უკვე ერთალი გაიწყება, ეხა ვიღა უნდა მოიყვანო, ან რა დროს გაშვება არის. ალბათ ჯერ კიდე არის დრო ამ მიმართულებით რაღაცა გააკეთო. ჩემი აზრით სანიოლმა ამოწურა თავისი თავი საქართველოს ნაკრებში. კარგი იქნებოდა რომ ევროპის ჩემპიონატის მერე კბილად, ლამაზად, მადლობებით, სიყვარულით დამშვიდობებოდით ერთმანეთს. იდეალური დრო იყო მისთვისაც და ჩვენთვისაც ერთმანეთთან. სანიოლმა ძალიან კარგი რაღაც გააკეთა. რაც ყველაზე მთავარი პრობლემა იყო საქართველოს ნაკრებში, ერთიანობა შექმნა, რაღაცა ისეთი კარგი გარემო გუნდში შექმნა, რომ ყველას უხაროდა ნაკრებში ჩამოსვლა, იმედია დღესაც უხარიათ და რაღაცა სასიამოვნო, აი ბრძოლის უნარიანი ჩვენს ბავშვობაში რო გვესმოდა, რომ ბიჭები არ იბრძვიან და თავს უფრთხილდებიან და რაღაცა ეგ თემა მოკვდა, ხო, სანიოლის. ნუ გასახდელი დაალაგებული ხო, გასახდელი დაალაგდა. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და ამისთვის მას მადლობა ეკუთვნის, მაგრამ ყოველთვის დგება მე მომენტი, რომ უფრო მეტია საჭირო. ეხა ჯეოთიმი ეკითხება ხოლმე ფეხბურთელებს ხშირად, თუ შეგიმჩნევია, რომ მწვრთნელმა რა დავალება მოგცა. აი თუ გინდა ეხა ავიღოთ ყველა ეს შეკითხვა, ამოვჭრათ და ვნახოთ პასუხი. ვერცერთი ფეხბურთელი პასუხს ვერ ცემს ამ შეკითხვაზე, რომ რა დავალება მოგცა ვილი სანიოლ. იბნევიან ხოლმე და ეხლა თქვენი ეთერით ხო
საბას რომ შეეშვას ამ შეკითხვის დასმას რომ უხერხულში ვარდებით ნაკრები და მთელი ქვეყანა რომ აი ბოლოს მახსოვს აი მამა გეიშულსაც კითხა რომ რა დავალება გქონდა სანიოლისგან და გაწითლდა ბავშვი ვერ თქვა ვერაფერი ხო ანუ არ არის რა ტაქტიკურად ეხა რა ვერ არის რა ვეღარ იძლევა დავალება ხო ანუ არ არის რა ისა რა მაგ მიმართულებით ძლიერი მწვრთნელი იყო მაგ მიმართულებით მე ნუ შეიძლება ჩემი აზრი ბევრჯერ ხშირად არაპოპულარულია ხოლმე მე რა აზრებიც მაქვს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში მაგრამ ამის გამო თავს არ ვარიდებ რომ გამოვთქვა ისინი მე საერთოდ ვთვლიდი რომ ის შედეგი რაც დადო ვილისანიოლმა იყო ვლადიმერ ვაისის სამუშაოს ვაისი დამსახურება და არა ვილისანიოლის მიერ შექმნილი გუნდის დამსახურება. მე მგონია რომ ეს გუნდი შექმნა ვლადიმერ ვაისმა. ვაისმა მნიშვნელოვანი საქმე, მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, სანიოლმაც გააკეთა კარგი რაღაცები. ეხა ის შემადგენლობა რო ავიღოთ, ვინც მაკედონიასთან წააგო თბილისში. იმ გუნდიდან ძალიან ცოტა ფეხბურთელი დარჩა მე სანიოლის ნაკრებში. ანუ მაინც ახალი გუნდი იყო, მაგრამ თვითონ ის სამუშაო კულტურა, ასე რომ ვთქვათ, და სამუშაო ეთიკა, რაც დღეს გვაქვს ნაკრებში, ვაისის დამსახურებაა, რომ აი ეს გუნდურობა, საკუთარი ამბიციების უკან გადაწევა და გუნდის ინტერესების წინ წამოწევა, კარგი ვაისმა ამ მიმართულებით დიდი მენტალური გარდატეხა გააკეთა ნაკრებში. მაგრამ სანიოლსაც არ დაუკარგოთ, ეხა თითქმის ახალი გუნდია მთლიან. მაგრამ ეხა უკვე გვჭირდება ისეთი სამუშაოზე, ანუ რაღაცა ბირთვი, რომელმაც მე მოიტანა ესე ზვირთდებოდა ეს და იმატებდა რაღაცებს, ძალებს იკრებდა, მერე უკვე კულმინაცია იყო სანიოლის ხელში. ჩემი აზრით. ეხლა კრეატიული, ანუ მეტი კრეატივი გვჭირდება სამწვრთნელო შტაბში, იმიტომ რომ გვაქვს კონკრეტული პრობლემა ნახევარდაცვაში, დაცვაში, კრეატივი თუ უფრო ტაქტიკური განსწავლულობა. ანუ კრეატივში გულისხმობ რას იცი, რომ აი მაგალითად თქვათ გამოგაკლდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე და აი აქ მიიღებს მწვრთნელი რაღაც საინტერესო გადაწყვეტილებას, არაორდინალურ გადაწყვეტილებას, ხო? ეხლა რაღაცას რო ვიტყვით ჩვენ თქვათ ან ჟურნალისტები ან ჯერ დაგვცინიან და მე იგივე საკეთებენ. ეხლა თქვათ პირველად რო გავაჟღერეთ ბერიაშვილის ნაკრებში გამოძახება, სიცილ ხარხარი იყო კომენტარებში, რომ რავა ყველა პროფესორი ხართ და რავა ყველა უკეთიცით ფეხბურთი და რაღაცებს გვიწერდნენ ხოლმე. გავიდა იქიდან დრო 2 წელი და გამოიძახა ბერიაშვილი ნაკრებში და თურმე გიჟები არ ვიყავით და საინტერესო ფეხბურთელი იყო, ხო? რაღაცა ეროვნულ ჩემპიონატში მოგვეწონება ფეხბურთელი ვიტყვით რომ აბა რაღაცა დაგვცინებენ მერე გადავა ეს ფეხბურთელი სადმე ევროპულ გუნდში და მეორე დღეს გამოიძახებენ ნაკრებში და თურმე კაი ყოფილა ხა მე ვერ დამაჯერებს ვერავინ რომ ვთქვათ მარტში რო ლიგაში თამაშობდა ფეხბურთელი და აპრილში გადავიდა ევროპაში პირობითად ერთ თვეში ისე შეიცვალა ეს ფეხბურთელი რომ მარტში არ გამოდგებოდა ნაკრებში რა იმიტომ რომ აი მახსოვს ჩემმა მეგობარმა თქვა რომ აი ტაბატაძე იური საინტერესო ფეხბურთელიაო და რაღაცა კომენტარებში რაღაცა დასწინეს და მე გადავიდა სეგუნდაში გაიტანა რამდენიმე გოლი ზედიზეც და უცებ საინტერესო ყოფილა ნაკრებისთვის რა ეხლა ტაბატაძე ორ კვირაში ვერ გამოიცვლებოდა ხო ანუ თურმე კარგი ფეხბურთელი იქნებოდა ესე იგი მანამდეც ხო ხო და უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ელიგას მწვრთნელმა უფრო მეტი კრეატივი გადაწყვეტილებებში აი თქვა კიტაიშვილი გამოგაკლდა თქვა ჩაკვეტაძე გამოგაკლდა ხო ეს რომ რთულია მეც ვიცი და აი აქ მწვრთნელმა რამე ისეთი უნდა მოიფიქროს, რასაც ჩვენ ვერ მოვიფიქრებდით და მაგალითად ვაის ესე იგი მახსოვს რომ აი მტკიცებულებებიც მაქვს მაგის რომ კიტეიშვილის ნახევარდაცვის ცენტრში გამოყენებას ვაის მოუწოდებდით ერთი წელი მინიმუმ რა და მე რაღაც მომენტში გამოსცადა რუიანზე აი პირველი მე მგონი დანიასთან იყო თუ სწორად მახსოვს და ცენტრში პრობლემის მოგვარება დაიწყო იმით რომ როგორც იქნა მწვრთნელი მიხვდა რომ კიტეიშვილი შეგვიძლია დავწიოთ ეგეთი კრეატიული გადაწყვეტილებები უნდა შეეძლოს მწვრთნელს რაღაცა მოიფიქროს რა ისეთი რასაც გულშემატკივარი რომ შენზე ადრე ხვდება რაღაცას
ეგ კარგს არ მიტყველებს არც ერთ მწვრთნელზე რა და მე ჯერ არ მინახავს სანიოლისგან ისეთი ტაქტიკური ან რაღაცა კრეატიული გადაწყვეტილება, რომელიც მანამდე 100 კაცს ნათქვამი არ ქონდა რა. ხო და აი ხო, ანუ არ არის რა კრეატიული მწვრთნელი, რა წიტაიშვილის მარცხენა მცველობა არ არის ის კრეატივი, რომელიც გვაკმაყოფილებს საქართველოს ნაკრებს. ანუ ეგ რომ მოიფიქრა, რომ მოდი წიტაიშვილი იყოს მარცხენა მცველი, არ არის ეს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ტაში დაუკრათ, რომ რა მაგარი რაღაცა მოიფიქრა რა. ხო, აქ იმდენი ექსპერტია თან. და ამას როცა ამბობ, მე იწყება რომ აუ მიდი აბა შენ იყავი მწვრთნელი და ეხლა გახდა ყველა პროფესორი, მაგრამ რა პროფესორმა უნდა ხა მაგას რომ მარცხენა მცველზე უნდა დააყენო მარცხენა მცველი და არა მარჯვენა გარემარბი. სამწვრთნელო კრიზისი აშკარად იგრძნობა ეროვნულ გუნდში, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მოარული აზრი, რომ ზოგადად ეროვნული ნაკრების ცხოვრებაში გარე ფაქტორებიც ძალიან უარყოფითად მუშაობს და მოკლედ ეს ცნობილი პოლიტიკური თუ ბიზნეს თუ რა ვიცი 1000 გვარი გარიგებები შენ ეთანხმები თუ არა ამ თეორიას? ამას შეიძლება და გასახდელი გაიფუჭებინა. სიმართლე გითხრა რომ არც კი მიცდია გამერკვია ეგ საკითხი რა. შემეძლო მიმეწერა რამდენიმე ადამიანისთვის, ვისაც ვკითხავდი, მაგრამ არ მინდა რა, არ მინდა მოვისმინო ის პასუხები, რაც მე გულს მადგენს, მაგრამ აი ესე საჯარო ინფორმაციებით, რაც გარეთ გამოდის და რაღაცა, აქ უეჭველი რაღაც გავლენას იქონიებდა ეხა რა. თუნდაც ის ეხა კალაძემ რაც ქოჩორაშვილზე თქვა იმ პერიოდში ეხა ეგ რო გუნდზე არა ისახოს ცუდად შეუძლებელია ხო? გუნდმაც ვერ დაიცვა ღირსეულად თავისი გუნდელი იმ მომენტში. ეხა მაგალითად მე რო ნაკრების ფეხბურთელი ვიყო და ვიღაცამ ჩემს გუნდელზე ეგეთი განცხადება გააკეთოს, ეგეთი სამარცხვინო განცხადება, აუცილებლად მექნება რეაქცია, მაგრამ იმ მომენტში ნაკრებისგან არ იყო ადეკვატური პასუხი გაცემული ამ თავხედობას. შესაბამისად, ეს ახლა რაღაც დონეზე შიგნით გაირჩეოდა, რა თქმა უნდა, და იქ ისეთი თითქმე რაღაცა ისეთი პასუხიც იქნებოდა, ასეთი პასუხი, მაგრამ რაღაცა ხინჯები გაჩნდებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანები ვართ, უნდა მივხვდეთ რაღაც მომენტში, რომ ნაკრები უფრო მეტია ვიდრე ჩვენი რაღაცა. შეცდომებს ყველა უშვებთ, რაღაცა იქნება პრობლემები, მაგრამ უნდა მოვერიოთ ამას და გავაგრძელოთ განვითარება. რაღაც მომენტში ეგ აუცილებლად იქნებოდა. ეხლა მაგალითად მაშინ თუ გახსოვს იყო რომ აი კალაძემ რო ქოჩრაშვილის შესახებ რაღაცა თქვა, მე თქვათ მე ერთმა ფეხბურთელმა კალაძე გასთორა, ანუ იმას დაუჭირა მხარი გუნდელის ნაცვლად. ხო გახსოვს ეგეთი? ფეხბურთელმა კი არა, ძალიან ბევრმა ადამიანმა ფეხბურთში მოღვაწე. ანუ იყო რა ცოტა სუნი აუვიდა. მარტო მოქმედმა ფეხბურთელებმა არა. ხო, აუვიდა რაღაცა სუნი, ცუდი სუნი აუვიდა, მაგრამ შეგვიძლია ფანჯარა გამოვაღოთ, გავანიავოთ და თავიდან რაღაცა დავიწყოთ რა. სხვათა შორის რახან კალაძე ახსენე ძალიან აქტუალური იყო ბოლო პერიოდში თემა და ბარემ ამაზეც კითხა როცა სეტანტამ გამოაქვეყნა პოსტერი, რომელიც მიუძღვნა საქართველოს 100 გამარჯვებას, თქო არ იყო მე მგონი 100 ხო, მაგრამ 99-ს მე არ დამითვლი, არ ვიცი ზუსტად 99-ია თუ 100. შეიძლება 100 არ ვიცი. ხო და შენ მოახვედრებდი თუ არა ეგ აი რა იყო არ იმსახურებდა იმ პოსტერზე ყოფნას თუ პრინციპული ამბავი იყო რომ კალაძე იქ არ ყოფილიყო როგორც პოლიტიკური ფიგურა არ მგონია რომ პოსტერის ავტორს ეგ ჩანაფიქრი ქონოდა იმიტომ რომ იმ პოსტერზე უამრავი ადამიანია ისეთი რომელიც შეიძლება და არც ყოფილიყო და ან კი მეც ეგ განცდა გამიჩნდა და ისე უამრავი ადამიანია ვინც უნდა იყოს ხო და ანუ ეგ ჩანაფიქრი მე მგონი არავის არ ქონია რომ აი კალაძე იმიტომ არ ჩავსვათ ამ პოსტერში. ანუ შეგნებულად არ ყოფილა გაკეთებული შენი აზრით. თუ ჩვენ უბრალოდ დამოუკიდებლობის მერე საუკეთესო ქართველებით გავაკეთებთ სიმბოლურ ნაკრებს, რა თქმა უნდა კალაძე იქ უნდა იყოს. თუ ჩვენ საქართველოს ნაკრებში ნათამაშებით ხარისხით გავაკეთებთ სიმბოლურ ნაკრებს, იქ ვერ მოხდება კალაძე. მაგალითად ჩემი აზრით საქართველოს ნაკრებისთვის როგორც მცველად აი მალხაზ ასათიან უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ვიდრე დარწმუნებული აი ამისულაშვილს უფრო მეტი კარგი მატჩი აქვს ნაკრებში ჩატარებული ვიდრე კალაძეს.
საქართველოს ნაკრებში ნაჩვენები თამაშის ხარისხი არ არის კალაძის ძლიერი მხარე ნამდვილად რა. ამიტომ თუ მაკეთ წავალთ რომ გინდა თუ არა ნაკრების 11-ეული უნდა გავაკეთოთ, იქ კალაძესაც არ მოვახვედრებდი და ძალიან ბევრ ისეც ვინც იმ პოსტერზე მოხდა რა. მაგრამ ეს მაინც სუბიექტურია ეხა რა. მაგრამ თუ ეხა უბრალოდ all time საუკეთესო ქართველების ნაკრებს ვაკეთებთ, იქ რა თქმა უნდა, ანუ ნაკრებით თუ არ ვიზღუდებით და უბრალოდ ყველაზე წარმატებულ ქართველებს ვაკეთებთ. გავითვალისწინებთ ყველაფერს, მათ შორის კალაძე არა მარტო დამოუკიდებლობის პერიოდში ნაკრებში მოხდება, ზოგადად საბჭოთა კავშირიდან დღემდე გაკეთებულ ქართველების ნაკრებშიც მოხდება, რა თქმა უნდა. მაგრამ საქართველოს ნაკრებს ხო ეხა ძალიან ისეთი პერიოდი ქონდა რა. ხა მე იმას කියავ, კალაძის ბრალია თქო კი არა, მაგრამ ნუ იმ პერიოდის ნაკრების ფეხბურთელებიდან შეიძლება ვერც ვერავინ ვერ მოხდეს სიმბოლურ ნაკრებში, საქართველოს ნაკრებში. აი მაგალითად ეხა ვაკო ყაზაიშვილს გაცილებით მეტი აქვს საქართველოს ნაკრებისთვის გაკეთებული შედეგებით, ვიდრე გიორგი კინქლაძეს. თუნდაც გოლებით, თუნდაც პასებით და ზოგადად რა. მაგრამ ეხა ნუ კინქლაძე უფრო უყვარს, გულშემატკივარს და მეც უფრო მიყვარს. მაგრამ ეხა ოქრიაშვილის სანაკრებო კარიერა გაცილებით დიდია, ვიდრე კინქლაძის სანაკრებო კარიერა ყველაფრით. ამიტომ ეს ახლა ამიზად ნუ ამას მართლა ნუ გავაპოლიტიკურებთ. ეს მართლა არ არის გასაპოლიტიკურებელი ეხა რა. ანუ აქეთა ნაკრების ფეხბურთელები გაცილებით წინ არიან სანაკრებო კარიერით, ვიდრე ახლა 90-იანების ნაკრებიდან შეიძლება შოთის გარდა ვერც ვერავინ მოხდეს მოვახვედროთ სიმბოლურ ნაკრებში. ხო. გასული კვირა მნიშვნელოვანი ისტორიული იყო იმით, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თან ჯერა ამას რომ ვამბობ, თან ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ ვიღებ ამას როგორც ჩაოლებრივ ამბავს, რომ ორი ევროპული გრანდის რიგებში, სასტარტო შემოდგომობაში, ორი ქართველი, გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია. ეს გახდება თუ არა ტენდენცია შენი აზრით? აი ასეთი ამბები ევროპულ ფეხბურთში. ტენდენცია რომ ხშირად იყოს ასეთი რამ, ბევრი იყოს ასეთი. კი, ანუ ამ ბიჭების მონაწილეობით ბევრი. ამ ბიჭების კი. მე პროგრესიას გულისხმობ. იცი მე მინდა მჯეროდეს რომ შემდეგი თაობები უკეთესები იქნებიან, მაგრამ ობიექტურად ეხა მათემატიკურად და მეცნიერულად თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, შანსი იმის, რომ ჩვენ კვარას კალიბრის ვარსკვლავი შემდეგ თაობებში გვეყოლება, ძალიან დაბალია ამის შანსი. იმიტომ რომ ჩვენ კი არა ძალიან დიდ საფეხბურთო ქვეყნებს არ ყავთ კვარას დონის ფეხბურთელი, ანუ ესე ყველა თაობაში ერთი კვარა არ დაიბადება რა, ანუ დავტყვეთ უბრალოდ ამ მომენტით და რაც შეიძლება ვისიამოვნოთ დიდხანს, რომ ეგეთი ფეხბურთელი გვყავს. იმედი მაქვს, რომ შემდეგ თაობებშიც ამ ხელა ფეხბურთელები დაიბადებიან, მაგრამ რავი, ეხა 60 მილიონიანი იტალიას არ ყავს ეხა რა, კვარასთან მიახლოებული ფეხბურთელიც არ ყავს 4 გზის მსოფლიო ჩემპიონს. ამიტომ მათემატიკურად შანსი იმის, რომ ჩვენ კვარა ბევრი წამოგვივა კიდე. ამის მათემატიკური ალბათობა ძალიან დაბალია. არა, ნუ ქართული რაღაცა გენის და ჯიშის იმედი მაქვს რა, რომ კიდე იმდენი მეგა მაგრამ ბევრი ანუ ამ რაოდენობის გაზრდა ჩემი აზრით შესაძლებელი არის. თუნდაც მიქაუტაძის ხარჯზე, რომელსაც ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ დიდ კლუბში, ტოპ კლუბში, თუნდაც ესპანეთში გადავიდეს და ესე მოხდეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში. ხო? რილი რეალურად შეიძლება უბრალოდ ერთ სეზონში ნახევარფინალი არ გაუკეთებია თუ რა. მე ძალიან იმედიანად ვუყურებ ბართიშვილის პერსპექტივას, რომელიც აი არ ვიცი. პატარა კვარაც არ არის შორს. ხო, იგივე პატარა კვარაცხელია. ხო და ეს მომრავლება კი ევროპულ ფეხბურთში ნამდვილად რა ვიცი. მგონი პერსპექტივა აქვს ამ ყველაფერს. აი მე უფრო იმის იმედი მაქვს, რომ ძალიან შევამცირებთ დაკარგული ფეხბურთელების რაოდენობას და ჩვენ ბოლო წლებში იმდენი დიდი ტალანტი დავკარგეთ, რომ პატარა საოცრებაა, რომ მაინც ვახერხებთ კარგი ნაკრების ყოლას, იმიტომ რომ აი ამდენი ტალანტის დაკარგვას საქართველოს ზომის ქვეყანა კი არა, აი დიდი საფეხბურთო ქვეყანა ვერ აიტანს რა. აი მაგალითად ეხლა ნაკრებში მარჯვნივ ეხა ჩვენ
თავი უნდა გვტკიოდეს, ვინ დადგება, ჭანტურია, ზარანდია თუ არაბიძე რა. ან სამივეს კარიერა რო ისე წასულიყო, როგორც უნდა წასულიყო, სამი კვარასთან მიახლოებული ტალანტი, კი არა და უკვე შემდგარი ვარსკვლავი, უნდა გყავდეს მარტო მარჯვნივ. გყავს სამი მსოფლიო დონის ტალანტი დაკარგული რა, მარტო მარჯვენა პოზიციას, მარჯვენა შემტევის პოზიციას. ახლა სხვა პოზიციებზე თუ გადავალთ და იქ ანანიძეს გავიხსენებთ, ყენიას გავიხსენებთ, ყენიას პრინციპში მარჯვნიდან 4 მეგა ტალანტი. იქ ახლა მჭედლიძე ხა უნიკალური მონაცემების ფეხბურთელი იყო და ძალიან დიდხანს უნდა ეთამაშა ნაკრებში და სულ სხვა იქნებოდა. უფრო ადრე გავიდოდით საქართველოს ნაკრები ევროპაზე, რომ აი ანანიძე, მჭედლიძე, ყენია ამათი კარიერა სწორად წასულიყო. ანუ კარგად რომ დავსხდეთ ეხა პასტაფურცელი ავიღოთ, შეიძლება ერთი 10-მდე ავიდეს იმ გვარების რაოდენობა, აი ძალიან დიდი ფეხბურთი რომ უნდა ეთამაშათ და სხვადასხვა მიზეზის გამო ეს არ გამოვიდა. და ამდენი ტალანტის განიავება საქართველოს კი არა, ბრაზილიას დაეტყობოდა. იტალიაზე აღარ მაქსაო. ხო და ჩვენ თუ მოვახერხებთ აი ამ გაბნეული ტალანტების რაოდენობის შემცირებას, ანუ დაკარგული ტალანტების რაოდენობის შემცირებას, ჩვენ შევიძლება რაღაც მომენტში აი სადღაც ხორვატიის დონის ნაკრები გვყავდეს რა, აი კარგი ხორვატიის დონის ნაკრები. უბრალოდ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. ეხლა პატარა ქვეყანა ვართ და ყენიას არ შეიძლება ანანიძე ყენია დაკარგო რა, ესეთი პატარა ქვეყანა რო ხარ. ბავშვობიდანვე, რა ვიცი, კვება იქნება, კარგ მოედანზე ვარჯიში, რავი, ფიზმომზადების მაღალი დონის ბავშვობაშივე ეს უნდა ჩავდოთ, რომ მე ტრამვები არ მივიღოთ დასრულ ასაკში რა, იმიტომ რომ ამ ასეთი გაქანების ამდენი ფეხბურთელის დაკარგვა, აი ხანდახან ტირილი მოგინდება მართლა რა. აი ჭანტურიას რო ვიხსენებ მართლა. ჭანტურიაზე აი ხო გახსოვს, მაშინ ესე ვიტესის ფორუმზე დავრეგისტრირდი. ხო იმაში რა ქვია, მაგ პერიოდში ჭანტურია რო თამაშობდა რა. და ჩემს გამო დაამატეს ინგლისურენოვანი განყოფილება რა, რამდენიმე ქართველი კიდე დავრეგისტრირდით და თავი გულშემატკივრების ფორუმზე ცალკე შეიქმნა ჩვენთვის ერთი განყოფილება, ჩვენთან ელაპარაკათ რა და ტიპები მეკითხებოდნენ, რომ აი რამდენია იმის შანსი, რომ ჭანტურიას გაქანების ფეხბურთელი ამ ქვეყანაში კიდე იყოს. რომ აინტერესებდათ, რომ აი რო ჩამოვიდეთ, რაღაცა სკაუტინგი გავაფართოთ, არის შანსი რომ კიდე ვიპოვოთ ჭანტურია თუ ეს ერთი და დაიბადა ასეთი და მეტი ანუ აზრია ხა ეგეთი აღარ დაიბადება რა. მე გახსოვს რამხელა ბანერი გამოფინეს სტადიონზე რომ მესი არ გვჭირდება ჭანტურია გვყავს ხო გახსოვს ეგ ბანერი უზარმაზარი ბანერი რა. ხო და ანუ ეგეთი ტალანტები დავკარგეთ რა. არა ერთი და ეგ თუ მოვახერხეთ რომ ეგ აღარ დაგვემართოს. შენს პასუხს შეკითხვა იქნება რომ კი დიდხანს ვნახავთ აი ესეთ მამარდა კვარასნაირ დაპირისპირებებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში. მაგრამ სამწუხაროდ სანაკრებო ასაკობრივებში შედეგები ძალიან გაუარესებული არის და ფედერაცია აი შენ ხომ მკითხე რაზეა პასუხისმგებელია ფედერაცია. კაი გავიგე რომ კლუბები არ ეხებათ და ეს მე არ მომისმენია რომ ასაკობრივში რა ხდება რა ვიცი. სერიოზული სიგნალები აქვს. ხო, რავი, რაღაცა ისეთ ქვეყნებთან ვაგებთ, რომ მაგასაკში ეგეთ ქვეყნებთან არ ვაგებდით ხოლმე. რავი, ისლანდია არ უნდა ჩამოვიდეს თბილისში და ბურთი თავზე არ უნდა დაგახიოს. ახლა გდანის ხელა სახელმწიფომ 17 წლამდელებში ბურთი არ უნდა დაგიმალოს რა. ხო და სიჭინავას მერე 17 წლამდელები და 19 წლამდელები აღარ გასულან იმაზე, რა ქვია, შესარჩევით ევროპის ჩემპიონატზე და ამ დროს მე მახსოვს, რომ პატარა ასაკში ვიყავით მაგრები და მე ვფუჭდებოდით და ეხა 21 წლამდელები ასე თუ ისე კარგად თამაშობენ, დიდი ნაკრები თამაშობს და ასაკობრივში რა ხდება? ასაკობრივში პრობლემა. ხო და ხო თუ გვინდა რომ ეს შენ რაც ვკითხე რომ კვარა მამარდა ხშირად ვნახოთ ჩემპიონთა ლიგაზე ასაკობრივებს ცოტა სხვადასხვა უნდა შევხედოთ. ესე იგი ბოლო ეპიზოდში თუ არ ვცდები, უჯარიმოც ბოლო ეპიზოდში გიორგი ყვებოდა რომ 98 წლიდან გულშემატკივრობს ფეხბურთს ზოგადად ხო ქართულ კლუბებში. უცხოურს, ქართულს უფრო ადრე ცოტა. ხო. 98 იყო პირველი მსოფლიო და რომ ვერაფერი ვერ ატკენს გულს. ყველაფერი უნახავს, რასაც უნდა ეტკინა გული და
მაგრამ იტალიის ნაკრების მესამედ ვერ გასვლა, მაინც იქონია შანსზე გავლენა და ეს თემა არ მინდოდა რომ გამეშვა. ესე. მოკლედ ყველამ აიღო პასუხისმგებლობა პრაქტიკულად თელმა ფედერაციამ. სამწვრთნელო შტაბმა ნაკრების ბუნებრივია. ამ წარუმატებლობაზე, მაგრამ რა არის ამ წარუმატებლობის მიზეზი? სხვათა შორის გასულ ეპიზოდში ჩემთან სტუმრად იყო ვახტანგიშვილი, რომელიც არის იუვენტუსის გულშემატკივარი და მთავარ პრობლემად იტალიის ნაკრების დაასახელა ის, რომ იუვენტუსში აღარ თამაშობს ის ბირთვი, რომელიც ნაკრებს ათამაშებდა და კარგი არგუმენტია სხვათა შორის. შემადგენლობაა პრობლემა. რა თქმა უნდა, შემადგენლობა არის ეხლა რომ ითხრა რომ 11 და სად არიან იტალიელი ტალანტები? რატომ აღარ არიან? ეხლა რომ ითხრა 11 იტალიელი ფეხბურთელი ჩამოთვალე, ეს დააფიქრების გარეშე და ტვინის დაძაბვის გარეშე და რაღაცა დროის მოგების გარეშე ვერ ჩამოგითვლი რა. ეხლა ბრაზილიელს და ინგლისელზე ეგ არ დამემართება არც ფრანგზე და ეხლა 11 იტალიელი პოზიციების მიხედვით რომ გავყვე, სადღაც შეიძლება გავიჭედო და ვერც გითხრა რა, აქ ვინ უნდა იდგეს რა. ხო და ეგ ჩემი ბრალი არ არის. ეხლა რომ 11 იტალიელს უცებ ვერ გავიხსენებ, ეგ ჩემი ბრალი არ არის. ასაკს რო დააბრალოდა რამე ესეთი არა. ამიტომ და იუვენტუსი კარგი არგუმენტია, იმიტომ რომ მაინც ნაკრების საბაზო გუნდი ალბათ მე რაც ფეხბურთს უყურებ, სულ იუვენტუსი იყო იტალიის ნაკრებისთვის. ინტერი ყოველთვის ლეგიონერებზე აკეთებდა, ეხლა პირიქით არის. ნორმალური იტალიელები ინტერში თამაშობენ, ხო, ეგეც შეიცვალა. ამასინად მილანის შემადგენლობა გავხსენი და არც ერთ იტალიელი შემადგენლობაში არ იყო. არა და გვახსოვს, ხო, ახლა თუნდაც კალაძის პერიოდის მილანში რა იტალიელები თამაშობდნენ, ეხლა ხო ეს არის რა და ეგ იქოს არგუმენტი მომეწონა, მაგრამ ეხლა არსებობს სადმე დელ პიერო და იუვენტუს არ აყავს, არ უფორმებს კონტრაქტს. ეგეც საკითხავია. ხო, ეგეც საკითხავია და ჩემი აზრით, ანუ არ არსებობს მიზეზი, რითიც აიხსნება უნიჭიერესი საფეხბურთო ქვეყნის ესეთ მდგომარეობაში. უბრალოდ ესე დაჯდა კარტები რა. როგორც ესე შემთხვევით რაღაცა შეიძლება უბრალოდ რომ ესე არ მოგივიდეს ზედიზედ 100 დარიგება კარგი ისა კარტი, ეგეთი რაღაცა უნიკალური შემთხვევა მოხდა, რომ სამხრეთულ ქვეყანაში, სადაც იდეალური კლიმატია, იდეალური საკვებია, მოსახლეობის რაოდენობა დიდია, ფულიც არის, ეკონომიკაც არის და ტრადიციაც არის და მწვრთნელებიც არის, აი ესეთ ქვეყანაში ჯოკერი არ დარიგდა 100 დარიგებაში რა და ნუ მათემატიკურად რომ ეხა ჩვენ ჯოკერი ვითამაშოთ და 100 დარიგება შენ ჯოკერი არ მოგივიდეს, ამის შანსი არის ძალიან დაბალი. მაგრამ შეიძლება რომ 100 ჯერ არ მოგივიდეს ჯოკერი და ეგეთი ამოუხსნელი რაღაც დაემართა იტალიას. ეს რო იყოს რაღაცა ჩtildeური ქვეყანა, რაღაცა სადაც ესე ტალანტები არ ყრია ქუჩაში და უნდა გამოთალო თითოეული ფეხბურთელისგან, ეს არის 60 მილიონიანი უდიდესი ტრადიციების ხმელთაშუა ზღვის პირეთის ქვეყანა, სადაც თუ კი ვინმე ტალანტი აი მაგ რეგიონიდან მოდიოდეს, ხო? ხა სამხრეთი რა ფეხბურთში რო უფრო წინ არის ვიდრე ჩრდილოეთი. და მკვეთრად გამოხატული საფეხბურთო ნიჭის ქვეყანა. ჩემი აზრით რა დაემართათ, იცი? ამ ახალ ფეხბურთს, აი ეს ფეხბურთი რო დაიწყო, აი ეს ესპანური ფეხბურთის დომინაცია რო დაიწყო ფილოსოფიურად და აი ბაიერნიც კი რო ამ ფეხბურთს თამაშობს, რაც ძალიან არ მომწონს, მაგრამ რა ქნას ეხა ეს იგებს და ეს ფეხბურთი უნდა ითამაშო. იტალიელებმა დაკარგეს, ანუ თავისი იტალიური ფეხბურთით შედეგი აღარ დაიდო და ეს ვერ დაიწყეს, ანუ ამაზე ვერ გადაერთვნენ რა. ეს არის ჩემი აზრი. გიო, მე ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა ესეთი რაღაც გთხოვო, რომ ვინაიდან ჩემი არსებობა მაინც განპირობებულია ქართული საკლუბო ფეხბურთის პოპულარიზაციით, ძალიან მინდა რომ ამ საქმეს ხელი შევუწყო. მინდა რომ კრისტალბათ ეროვნული ლიგის შენით 11-ეული დამისახელოთ ღევანდელი მოცემულობით. სეზონის ბოლოს ვერ შეადარებ, იმიტომ რომ წასული იქნება იქიდან ყველა. წასულები იქნებიან. მაგრამ თუ წავლენ ეგეც მანიშნებელი იქნება გარკვეულწილად იმის რომ სწორი იყო შენი მიგნებები. ეხა არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ჯერ დილა ახალი გუნდია.
არ ვიცით აქედან ვინ რა დადგება ამ ახალი ლეგიონერებიდან კარგი რომელი იქნება, ცუდი რომელი იქნება. ეხლა დილა უნდა დაიწრიტოს ჯერ. კი, ჯერ არ აქვს საბოლოო სახე დილას ნამდვილად. ამიტომ მოგვიწევს ტორპედოდან, იბერიადან და თბილისის დინამოდან დატვირთვა მოგვიწევს. მე უფრო მაწყობს, იმიტომ რომ ძირითადად ქართული ბირთვი მინდა იყოს სიმბოლოში. კარგი. კარში რთულია. ესე იგი, ან ლორია უნდა დავაყენოთ, ან ლიაიჩი უნდა დავაყენოთ, ან უნდა დავაყენოთ მაკარიძე. ხო? ჯერ არც ერთ სასწავლო თამაშები არც ერთ არ გქონია. ნუ აი ხა მაინც ლორია. ვიღაცა ჩემზე უფრო სიცხო უნდა იყოს. ეგ ძალიან გახარებს შენ ეგ ფაქტები. კი, სანამ ჩემზე უფროსი ადამიანები აგრძელებენ ფეხბურთის თამაშს, შენ კარგად. მათ შორის მესი და რონალდო. იყოს ლორია. მარჯვნივ დავაყენებ გვასალიას. მარცხნივ დავაყენებ ჯინჯოლავას. დაცვის ცენტრში ტორპედოდან არ გვინდა. იბერიადან სელიმოვიჩი ძალიან მომეწონა ყველა თამაში. ჩვენი ლუქსემბურგელი ლეგიონერი. შორის ძალიან კარგი ტრანსფერია ჩემი აზრით. ხო, ძალიან მომეწონა, რაც ვნახე. ერთი ეგ იყოს და მეორე იყოს კალანდაძე. ნახევარდაცვაში მამუჩაშვილი ერთი. 4-3-3 ვაყენებთ? ხო, 4-3-3 დავაყენოთ. დინა კანკავა რო გამოჯამრთელდება დავამატოთ კანკავა. რაც დავამატოთ. და 10-იანზე ვინ შეიძლება? კოხრე ხო არ გადავწიოთ 10-იანზე. ცოტნე პოზიცია ხო არ გასიამოვნებოდა. 10-იანზე? რა ვიცი, არა? კი, შეიძლება, მაგრამ კოხრე თუ გადავწია 10-იანზე, თუ მარცხნიდან იყოს კოხრეიც. კაი, მარჯვნივ არაბიძე. თავდამსხმელი. თავდამსხმელი ვინ შეიძლება იყოს? კლასით მგონია რომ ანდრიჩი ყველაზე მაღალი კლასის არის, ვინც ეხა საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს ფორვარდებს შორის. იყოს ანდრიჩი. სამწუხაროდ ვერ იყენებს შუსტერი ისე კარგად როგორც უნდა იყენებდეს, მაგრამ კლასი აქვს, ძალიან მაღალი კლასი აქვს. იყოს ანდრიჩი, არაბიძე მარჯვნიდან, მარცხნიდან, ეხა ტორპედოდან აღარ მინდა ჩავსვა ძალიან ის გამოყვა სუბიექტური გამოყვა. თორე სიხარულიძე თავდამსხმელი. მოდი. კაი, მართალი ხარ. ანდრიჩის მაგივრად ჩავსვათ სიხარულიძე, იმიტომ რომ 100 გოლზე მეტი აქვს ჩემპიონატში გაწანილი და ეხა ეგეთი კაცი 129 მე მგონი თუ უფრო ზუსტი ვიქნებით. ხო, ანუ ეგეთი კაცი ჩემპიონატში ეგეთი აღარ ყავს ეხა არავინ 100-ზე მეტი გოლი ექნება გატანილი. ამიტომ სიხარულიძე ჩავსვათ. არაბიძე სიხარულიძე რადგან ანდრიჩი ამოვაგდე, მაშინ უკვე კოხრეს ჩასვლა შემიძლია. ტორპედოს კვოტა აღარ მაქვს უკვე შევსებული. მარცხნიდან კოხრეიძეს დავაყენებ, აქეთ არაბიძეს, შუაში სიხარულიძეს. და დამრჩა კანკავა, ისა რა ქვია. შუაში დაგჭა ერთი. შუაში დავაყენებ, იცი ვის? 10 ნომერზე. რომელსაც 8-ზე შეუძლია თამაში. ჩემი აზრით ძალიან დიდი ტალანტი არის ფეიქრიშვილი. გაგრაში თამაშობს ეხლა. დინამოს აღზრდილი. კიევის დინამოში იყო და ეხლა დაბრუნდა გაგრაში. თუ სწორად წაიყვანს თავის კარიერას, ძალიან დიდი ფეხბურთი შეუძლია ითამაშოს. ხანაერი თვალი დავაკვირდები ფეიქრიშვილი. ხო და მოდი ერთ წავახალისებ ახალგაზრდასაც, იმიტომ რომ იქ ჩემი ხნის ხალხი ხო ჩავსვი. ლორია და კანკავა. კი. ხო და ეხლა შეზე უფროსები. ახალგაზრდებსაც მივცემ ერთ შანსს და მგონია რომ ფეიქრიშვილს შეუძლია ძალიან მაგარი ფეხბურთი ითამაშოს. და არ დაკარგოს დრო, ჩემი რჩევა იქნება რა. ბევრი იშრომოს და ხანდახან მე მოიხედა უკან და თურმე წლები გასულა. ძალიან მალეთან. ხო და ამიტომ თითეული ვარჯიში და თითეული მატჩი ყველა მაქსიმუმი დაიღო ყველაფრიდან რა. მოდი მაგ 11 წელს მწვრთნელის დაუნიშნა და ეგა. მწვრთნელად დავნიშნავ ჭიაბრიშვილს. ჩემი აზრით, თან 4-3-3 თუ უნდა ვითამაშოთ და ბურთი გავაგოროთ და რაღაცა, ჭიაბრიშვილი იყოს სწორი. შუსტერი რო დავნიშნო, ორი პასი არ გადაებნევა ერთმანეთს. ძალიან დიდი მადლობა. ბათუმიდან ვერავინ?
ივნისში იქნება ტრანსფერები. ივნისში ხო და მე სეზონი შევაჯამოთ ერთად კიდე. ძალიან დიდი მადლობა. ნუ ეხა დედა გიორგი ერთმანეთს ბევრი წელია ვიცნობთ და ბევრი საფეხბურთო საღამოები და საუბრები ქონია და არანორმალური სიამოვნებაა შენთან ფეხბურთზე საუბარი. არა მხოლოდ. ხო და ბევრჯერ გამომიყენებია როგორც ინფორმაციის წყარო თუ რამე სტატისტიკა მაინტერესებდა ფეხბურთში ან რაღაც სიუჟეტს ვამზადებდი ან რაღაც რა გუგლი მეღადავები გიორგი ჯავახაძე ეგრევე ზარი მეგობართან. მოკლედ და ესეთი ოქრო ადამიანია, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის, წარმატებები შენს პროექტებში, წარმატებები შენს პირად ცხოვრებაში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ ნანიკოს პოდკასტს უყურებდით, სანამ დაგემშვიდობებით. გამოიწერეთ. აუცილებლად არხი უნდა გამოიწეროთ 5000 გამომწერზე გავათამაშებთ PlayStation-ს მე მგონი ძალიან კარგი საჩუქარია ფეხბურთის მოყვარულებისთვის რაც შეეხება ჩემს სპონსორებს გახლავთ Ronix-ი სამშენებლო ხელსაწყოების კომპანია რომელიც ნებისმიერ სურვილზე ნებისმიერ ფაზზე ნებისმიერ ბიუჯეტზე ნებისმიერ მოკლედ თქვენს შეხედულებაზე არის მორგებული ასევე ჯაკა სპორტი რომელიც აწარმოებს სპორტულ სახუებებს სპორტული სახუების კომპანია და არა მხოლოდ ძალიან მრავალფეროვანია ის პროდუქტები რომელიც ამ კომპანიას აქვს გამოგვიწერეთ და კომენტარეთ გააზიარეთ დატოვეთ თქვენი შეხედულებები, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ეს უკავშირი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა რომ მიყურეთ. მე ერთი კვირით დაგემშვიდობებით. ნახვამდის.